1 2 3 4 5 6 7 8 1 ი აი ძაღლი ვუ ფიქარი ხათამი ხათამი არ არის ეგ ეგ არის შენ ეს ის არის ვერ გავიგე რა გეხმარებ არ მიდად ნუ არა ვერ არ მიდად ვიტირო მიდი რა პირველად ვიტირე გადაცემაში მაგრამ ვერძი ხარ არა გეჩები აო მოგესალმებით მეგობრებო, Smart Podcast-ი დაბრუნდა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ, მადლობა რომ გვიყურებთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან მაგარ სტუმართან ერთად დავბრუნდით. ანი ლოლაძე იქნება დღეს ჩვენი სტუმარი, გამარჯობა. გამარჯობა, მადლობა ესეთი კარგი წარსდგენისთვის. ჯერ ყველაფერი იქნება. ანუ ეხა ანის გონია რომ ჯერ შემოსულია ჩვენთან პოდკასტში. საერთოდ არ ხარ შემოსული. ჯერ არ ხარ. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვართ ინდივიდუალური ადამიანები, გვექნება 3 წარდგენა. შემოგთავაზებთ 3-ს და შენ ერთი უნდა აირჩიო. ვაუ. აი, ჩვენი სპონსორია Doorhouse-ი, კარის სახლი, ძალიან მაგარი კომპანია, ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ ეს ძალიან მაგარი კომპანია. რა როგორი კომპანია ნიკა? აი ყურე გააღეთ ახლა კარი. ახლა დაკეტეთ. აი ნახე, ხმარ ხონდა. არის. ხმარ შემოდის. ხმარ შემოდის არაფერს საერთოდ. ასევე Print Space-ი რომელიც დაგვიმზადა ეს Lightbox-ი და თუ გინდათ რომ მსგავსი Lightbox-ები დაგიმზადოთ, მიმართეთ Print Space, რომელიც იქნება აღწერაში. ახლა კი დავიწყოთ გამოცხადებები. დღევანდელ პოდკასტში ბიჭების ნახვებს, ლაიქებს და კომენტარებს დააგროვებს ანი ლოლაძე. ნახოთ, მე ვფიქრობ ესე იქნება. მეც და ნახოთ ეს თუ მოეწონება ეს გამოცხადება მე აირჩიოს. ეს პირველი ვარიანტი. ოკეი. მეორე ვარიანტი. მე იმას რა დღეს არის ხდება? ჩვენთან გადაცემაში სტუმრად ადამიანი. მხოლოდ იმ პირობით მოვიდა ჩვენთან. თუო, ხელებითო ვიცეკვეფო, ასეო და თან გამომაცხადებთ. მიდი? იცეკვე ხელი. ანი ლოლაძე. ფორტეპიანოს რატო? ანუ ასე უნდა გეცეკვა. ანუ ესე რა ხო არის ესეკვები ხო არის? ხელებითო და თითები უნდა გეთქვა. ხო, თითებით. ხელები თქვი? ხო. კაი, თუ გაიმარჯვებ შენი ვერსება თითები შეგვისულებს არა. აი, ოკეი. დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა ულამაზესი ქვეყნის უნიჭიერესი ერის და უმშვენიერესი კუთხის წარმომადგენელი ანი ლოლაძე. ბრავო. აი, ტაში უნდა დაგიკრათ, სამოცა კაიყო. კაი, ერთი უნდა აიჩიო. შენი ყველაზე პაპატია ხდა. არა, აი ბოდიშები არა საჭოს. ანუ უნდა ვთქვა, თუ არ მოგეწონა, არ მოგეწონა. კი, არ არის. ჩვენ კი არ გვიტყდება რომ ცუდია. აი, მაინცა ვიფიქრე. თქვენ ორში ვფიქრობ ახლა. მოდი შენ დაგტოვებ. ოკეი. შენი ხუმრობა მირჩევნია. ხუმრობა კი არა და შენი წარსდგენა მირჩევნია, იმიტომ რომ დღეს შენი უფრო იუმორის ხო, რა ვქნა, 10 წელია სცენარისტი ვარ და რა გავა. არა, მართლა ძა კაიყო, მაგრამ აი ისე კარგად მომხვდა, რომ აი ხო, კი ბატონო, ქვეყანა ერიდა, და რაღაც რომ აი ხო, სამწუხაროდ. ძალიან განსხვავებული. საქართველოსდან გადაიჭრა. აი, დროზე გადავიდეთ შემდეგ თემაზე. აი, ეგ არის, ანი შემოვიდა ჩვენ. ანუ მე მესამეზე გავედი. შეგვიძლია რომ დავიწყოთ რა. ანი როგორ ხარ? შემოვიდა ჩვენი სტუმარი, ანი როგორ ხარ? მოგვიყევი, რასაკეთებ, რა შვები, რა ხდება შენ ცხოვრებაში, უცებ. მადლობა რომ 15 წუთის მერე მეკითხები, მაგრამ ჩვენთან ესეა. კარგად ვარ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მშვიდად, წყნარად, ვაღად, ბედნიერი. სხვათა შორის მე ვიცი რომ ანი ჩვენთან ძალიან მაგარი ახალი ამბით მოვიდა. კი, და გვეტყვის. კი. ხო, რა ამბავი? ანუ არაფერი, ხო? არასწორად ვიცით. არასწორად ვიცოდით და ეს ინტრიგა არ გამოვიდა. მაგრამ გიგას აქვს მაგარი ინფორმაცია ანიზე, ხო? კი. ანი აკეთებს პაროდიებს ძალიან მაგრად. ეგ მე სხვათა შორის მეც ხო, მეც ვიცი რომ ძალიან მაგრად აკეთებს პაროდიებს და აი ხა მე ვეცი. და ეხა რაღაცა ჩაუტაროთ რაღაცა როგორ აკეთებს და რაღაცა. აი მაგალითად. როგორ თემა ის ახლა გადაცემაში რო გიწევენ და ბოლოს ახლა აქედან ისე ვერ გაგიშვებთ. ეგ არის შენზე რომ პაროდია. ხო და მეც ეგრე ვიცი რომ პაროდიებს ძალიან კარგად აკეთებს, კი. ხო და აი გავაკეთეთ პაროდია. აი რამდენიმე პაროდია რო გააკეთო, აი მაგალითად. მოვსინჯოთ. აი საეჭოს პაროდია რო გააკეთო. ეხლა იცით ვის პაროდიას ვაკეთებ? ვის? ადამიანი, რომელსაც 3 კაცის გაგლეჯვა ერთად შეუძლია. არა, რა კარგად გამოდის. პაროდიები გამოსა. ხო და გავაკეთე. არა, მართლა, ანუ აი როგორ გააკეთებდი?
აი რა ხუმრობის გარეშე აი მაგარი უნიჭო. ანუ არ შეგიძლია? არა, ხო და ეგ არ არის. ნახე, აი ეს იტყუება. მე ხა მაგალითად ხალხს ვეუბნები თქვენ ბარში როცა მივდივარ ხოლმე და იტყუებიან. ვერ მღერი ვარ. ანუ მე მაინც მღერი ვარ ხოლმე, იმიტომ რომ მე ჩემსაც ეს სიმღერაზე ეგრევე რა ვქნა სულში და მაგას პაროდიას რა უნდა? მაგრამ შემი აი აუ რა მართლა აბა აი ხუმრობა როგორ გააკეთებდი? აი ცოტა ზედმეტაწვრილი ვარ. აი რაღაცნაირად დროს ის ხოლმე და აი არ ვერ მოგე. ეგ არის, გამუღა მე ეგ არის. კი, კარგი კაი. აუ ძალიან კაი, როგორ არ შეგიძლია? ძალიან კაი იყო. კაი, მეორე მაქვს. მიდი. ვერ ვიზავ რა. რონალდოს პაროდია გააკეთე. კრისტიანო რონალდო. კი, ანუ ძალიან იჭიერი პაროდია. ეხა გააკეთე ძალიან მაგარი. ან გაიქრინჯო ეგ არის რაღაცა. თვითონაც არიცო აქვს ნიჭი. ვიცოდი, მაგრამ თუ რონალდოს თუ იყო ეგ არ ვიცოდი. რონალდო. კარგი, მოდი ახლა რა ვკითხოთ, იცი? მე ვიცი რომ ანის ის აქვს, რა ქვია, თავის მოსწავლეები ყავს ცეკვაზე. ცეკვა და თავის სტუდიაზე რაღაცები გითხარი შენ ამ ბავშვს. მე ვასწავლე Twin City-ში, ვარ ქორეოგრაფი ერთ-ერთი და ვარ დიდუბის ფილიალის ერთ-ერთი ქორეოგრაფი ორი ვართ. ხო და ძალიან კარგი და ძალიან ბევრი ბავშვი ყავს, ძალიან ხარია, ხო და რაღაც ერთ ვიდეოზე სხვათა შორის ჩემი მოსწავლის მამა აკომენტარებს, რომ ანი ჩემი ბავშვის მასწავლებელია და ძალიან კარგი ადამიანია და არავინ არ დაწეროთ რაღაც თუდი კომენტარები და რაღაცები და მშობლებიც რომ ძალიან კარგად არიან ჩემ მიმართ განწყობილები და თან პლუს რო უყურებთ ჩემ რაღაცებს, ანუ ძალიან მიხარია. ისა რა მიკვირს ხოლმე, იცი? აი როცა რაღაცა არ მოგწონს რა, თუ ეხა რაღაც დანაშაულს არ ჩადის ადამიანი, აი უყურებ ეხა ცეკვას და არ მოგწონს, გაატარე რა, რა არის მაგაში? აი ზუსტად მე ვარ, აი ეგ არის უწერ ხოლმე შენ ცხოვრების კომენტარებს, დეგიზი. კი, მე ყველას უწერ კომენტარს რამე ვიდეოს თუ უყურებ ხოლმე, კი. რა სულ ეხა აი გაჩერდი. აი ეხლა მაქვს დასაწერი არა. ან მე მართლა ვერ ხვდები ეგრეთ, ანუ რავი, თუ არ მოგწონს და თუ მოგწონს დააკომენტარე და რა არის კარგი ის თქვი ეხა და ეგრე ერთმანეთის მიმართ ეგ არ მომწონს რა. აი მთელი ცხოვრება ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რაც ცოტა აზრზე მოვედი და ცოტა გამოვედი ბავშვობიდან, სულ მაგას ვამბობ, რომ რაღაც როცა არ მომწონს, არასდროს კომენტარს არ წერ. ხო და ეხა ის რა ქვია ბავშვობა ახსენა, ხო, სწორად გავიგე. კი, სწორად საერთოდ ხო შენ ბავშვობაშიც ეგრე იქნებოდა კი. კი, როგორ არის იქნება? არა, რა იქნებოდა იცი? რა იქნებოდა? ყველაზე ჭკვიანის თუ უყურებ და ბავშვობაში ეგ მაინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ალბათ უყურებ. მეც ვფიქრობ. რომ ყველა უყურებდა მაგრამ ბავშვს. იმიტომ უყურებდი, რომ მე არ ვარ ჭკვიანი. არა, ჭკვიანი ბევრ რამეზეა დამოკიდებული ადამიანი იქნება თუ არა. თუ ყველა ადამიანი თავის სფეროში იქნება ჭკვიანი, ეს იქნება ძალიან კარგი და მე ზუსტად მანდ მინდა რომ გამოგცადო. აბა ყველაზე ჭკვიანი თემა ცეკვა წავიდა. ცეკვა ტანგო რომელ ქვეყანას ეკუთვნის? ტანგო? წარმოდგენა. არგენტინა. რომელი ცეკვის სტილი შემოვიდა 2012 წელს საქართველოში კორეიდან? რომელი სტილი кейპოვი? არა? განგამ სტაილი. რა? ქართულ ცეკვა დაიში რაშინ არ სიდევს გასმის დროს რომ მამაკაც ტანი არ უნდა ერხეოდეს. კითხვა გამეორე ვერ გავიგე. ქართულ ცეკვა დაიში რაშინ არ სიდევს გასმის დროს რომ მამაკაც ტანი არ უნდა ერხეოდეს. ანუ როცა უსვავს ესეთებს ტანი არ უნდა ერხეოდეს. სიდარბაისლე. ფილმ ბინძურ ცეკვებში ეპიკურ მომენტში რა მოძრაობას უკეთებს კაცი ქალს? ბინძურ ცეკვებში ხელში რა წავს? სწორია. რომელმა მსახიობმა ისწავლა ბალეტის ცეკვა შავგეთში როლ შესაძლებლად? შავგეთში ერთი წუთი ნატალი პორტმანი. სწორია. ცეკვან ვარსკვლავის პირველ სეზონი ვინ მოიგო? პირველი სეზონი რუსკო მაყაშვილმა? სამორი ბალდე. 90-იანებში რა სტილის მუსიკებზე ცეკვავდნენ ქართველი ახალგაზრდები? რუსულებზე და ჩქარებში. ჩქარები. რომელი ცეკვით მოიგო დიდმა ილიკო სოხუშვილმა მსოფლიო ცეკვების კონკურსში ბრიტანეთში? რომელი ცეკვით კი. მოიგო? აუ მარვი. მსოფლიო ხალხთა ცეკვების ჩემპიონატი ჩატარდა დაახლოებით 20-იანი წლები იყო, მე-20 საუკუნის. ქართული იქნებოდა, მაგრამ ილოური, პირველად ისეკვა იქ. ცნობილი არაბულ ცეკვას, რომელსაც ქალები მუსლით ასრულებენ, რა შემთხვევაში არ გამოუვა კარგად ქალს? თუ ძალიან გამხდარია. თუ ნაჭამია. როგორ ცეკვას მორცხვი ბიჭი კლუბში? შენ ეს ის არის ვერ გავიგე რა? გეხმარები. არ ვიდე მე დრო როგორ ცეკვას მორცხვი ბიჭი? მოგამეთ რაც აქვს და დრო მჭირდება მსგავს რაღაცებში. როგორ ცეკვას მორცხვი ბიჭი? აი დგას და აკეთებს მარტო ამას. სწორია, კი, ესე უნდა აკეთო და უკვე მორცხვი ხარ. იმიტომ რომ მეტს ვერაფერს ვერ ვიდა. კი ბატონო. რა ქვია ბალერინების ფეხსაცმელს? პუატები. სწორია. ჩამოთვალე ტანგოს სამი სხვადასხვა ვერსია.
სამი სხვადასხვა ტანგოს ვერსია, რა ბერა გეკითხა. ანუ რამდენიმენაირი ტანგო არის, რომელიც სხვადასხვანაირ სტილში სრულდება. არგენტინული ხო წეღან გავიგე. კი ბატონო. არ ვიცი სხვა. ურუგვაული და ტანგო ნუევო. ანუ ახალი ნუევო, საერთოდ ახალი იქნება. ყველაზე ლათინია ძმაო ეხლა, აი რა. ყველაზე აიკონიკ ბრეიკ-დანსის ილეთი. ყველაზე აიკონიკ ბრეიკ-დანსის ილეთი? აი ხელებით რო ჩადიან და აი ფეხებით რო ეწეს ურტყავენ. ხო, ეგ შენთვის არის? თავზე რო ტრიალებენ ხოლმე, ეგრევე ბრეიკ-დანსია ჩემთვის. ხო, კი, ეგეც არის, მაგრამ ეს უფრო მარტივი გასაკეთებელია, ოკეი. შენ უფრო იცი. სწორი. რომელ ქართულ ცეკვაში ეხება მომაკაცი ქალს? ცეკვის დროს. ვაუ! ერთ-ერთი მომენტია, როცა ეხება. სხვა არც ის ცეკვაში არ ეხება. არ ვიცი. ეგეც ცეკვაში ერთ-ერთ ქართული მომენტში. ცხოვრების აჭარულში. ცეკვია, არ ვიცი. აჭარულში გოგო შემოდის და ესე ხელს შემოხვევს და დაატრიალებს. და მე გადადის გვერდით და ერთ-ერთი მომენტია, რომ მე ცეკვაში არა. არ ეხება? არ ეხება. ანუ მან ქართულ ცეკვებში ეგ ხოშინა არცია, რომ ქალის მიმართ დამოკიდებულება როგორია. თუ გინდა მაგ თემას არა, ეგ დასაიდე. არ მიფიქრია მაგაზე არასოდეს. ფოქსტროტი უფრო სწრაფი ცეკვაა თუ quick-step-ი? ფოქსტროტი? კი, quick. რა ქვია ცეკვის მეწყვილეების მიერ შექმნილ ოჯახს? პარტნოჯახი? არა, ოჯახი, ჩვეულებრივ ოჯახი. არაფერი განსხვავება არ აქვს. კლუბში როცა ცეკვავ, რომელი ფრაზით უნდა მოიშორო ბიჭი? აუ, რამდენია იცი? რავი. ერთი ფავორიტი. შეყვარებული მყავს თან. სწორია, მეც ეგ მეწერა. ცეკვისას ტრიალის დროს რას უნდა უყურა, რომ არ დაიკარგო? ერთ წერტილს. სწორია. 1 2 3 4 5 6 7 8 ერთი. ი ეგ ქართულ ცეკვებში. 1 3 5 6 7 8 ი წავიდა. ეგ ქართულშია. ქართული ცეკვებიდან გასტროლებზე ანსამბლები ყველაზე ხშირად სად დადიან ხოლმე? ოპა. აი, ნახე, უმრავლესობა იყო ქართულზე და მე ქართულის მოცეკვავე ვარ. ხო. ცხოვრებაში ქართული არ მიცეკვია, იცი? მაგრამ ქართველი ხარ. ნახევრად. არ ვიცი, სად მიდიან? ანტალია. აა, მართლა? აი, ქართული. მე ვარ ოხშერ ნამყოფი. ანუ ქართული ანსამბლი თუ მიდის სადმე? არსებობს ანსამბლი რომ ანტალიაში არ არის ნაყოფი. ანტალიაში აუ, რა საინტერესოა ბიჭო. 7 გრან-პრი მაქვს მოგებული ძმაო. აი ხა. ჯერ იყავი და 7 არა, იქ მე რამდენიმე იმას გამოდიხარ. მე ალანიაში გადაგიყვანენ ცოტა ხანი ანტალიაში გაჩერებენ და Samsung-ში მქონია კონცერტი. მოცეკვავე ვინც მიყურებს, თავში ჩაიხედოს და ანტალიაში მეგობრებო, დააკომენტარეთ ვინც ცეკვიდან ანტალიაში ხართ ნამყოფი, იმიტომ რომ ბიჭო ძალიან ბევრი იქნება. რამდენი კომენტარი იქნება. არა, რა თქმა უნდა. რამდენი კომენტარი ეს ყველაზე ჭკვიანი იმას არ წყვეთ შენ რამდენიც ცეკვით კარგად იცი. უბრალოდ ეს რაღაც იუმორისტული ისე ხო იცი. თორე როგორ მოგეწონა? ხო, კაი იყო. ხო ვიცინეთ. 50-40. აი 50-40. იყო ჩემი გამოსხადება, მაგრამ თუ უკეთესი იყო. არა, მოიცა როგორ? ჩემი გამოცხადებასავით იყო ეს თამაში, თუ უკეთესი იყო ეს თამაში. ანუ ძალიან ცუდი გამოცხადება. არა უშ. ანუ ჩვენ კრიტიკას ვიღებთ, შენ ვიცი რაც არ მოგეწონა. არაფერი, მაგრამ რა ვქნა. არა, კომენტარებში მე დაწერე. ველოდები, აი სანამ გადაცემა მორჩება, რამე კაის შეკა. იფიქრე გიგა. კაი, ყველა ჭკვიანი ჩავხურეთ, ეხლა მესმის რომ ის კითხვები არ იყო რაც შენ ელოდი და ის კითხვები იყო რაც მე ვიცოდი. აი ზუსტად. მაგრამ თავარია გავერთეთ ეგ არის და ვიცინოთ. გავერთეთ და წეგან ახსენე რომ ქართული ცეკვაო არ მიცეკვია არასდროსო და მართლა ეგრეა? ნუ ეხლა რა ვიცი, რესტორანში ამას თუ გავაკეთებ, ხო, შეიძლება ეგ ითვლება. რა მოგრა გავაკეთო და და არ მიცეკვია. არ მიცეკვია. მაგასაც ეგრევე ვაკეთებ, როგორც უნდა ვაკეთებ. არა, ხო, მე შენ უფრო კრიტიკულად უყურებ ცეკვას ნებისმიერ მიმართულებით. იმიტომ რომ მოცეკვავარ ძალიან სხვანაირად უყურებ რა მაგ ამბავს, მაგრამ სხვა რო ცეკვას არა, მე რო ვცეკვავ და აი ვერ არასდროს არ მიცეკვია ქართული, მაგრამ ალბათ რო გავთხოვდები, მე ვიცეკვებ. იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ აი ქართული ჩემ ქორწილში ვიცეკვო, ძალიან მინდა. არა, ეგ ძალიან იმის ისეთი მიუხედავად რომ არ მიცეკვია არასოდეს თან მაინტერესებს როგორ გამომივა. ხო, ისე ძალიან ის მაგარი იქნება პირველი ცეკვა ქორწილში ქართული. ქართული ხო. კი, ძალიან საინტერესო იქნება. კი. შენი საყვარელი ცეკვა რომელი არის? ერთი რო თქვა. ანუ ჰიპ-ჰოპში კონკრეტული ცეკვა. არ არსებობს. ხო, არ არსებობს რაღაცა ეგეთი რო თქვა, ხო? იცი, მიმდინარეობა არის. ხო, აი მაგას. რამოდენიმე მიმდინარეობა. იცი რა არის? მე მაგალითად რასაც ვცეკვავ, არის უფრო ჯაზ-ფანკი ფემინინ. ფემინინ არის აი უფრო ქონებურად რო აგიხსნათ გოგოშკური ცეკვები, სადაც აი სექსუალურობა და რაღაცებით არის ჩართული. მაგრამ არსებობს open style-ი, ძალიან ბევრი სახელია. ერთ-ერთი არის break dance-იც მიმდინარეობა, არსებობს dancehall-ი, აი house-ი, უამრავი რაღაც არის ჩაშლილი, მაგრამ აი მაგალითად როგორც ლათინში არის ტანგო.
და ტანგო რო კონკრეტული ილეთებით უნდა ხო, ეგრე არ არის. ეგრე აქ არ არის, მიხვდი? ნუ რა თქმა უნდა არსებობს მაგალითად ჰაუსის კონკრეტული მოძრაობები და დენსორის კონკრეტული მოძრაობები, მაგრამ შენ შეგიძლია ჰაუსის მოძრაობა ჩასვა დენსოლში და დენსოლის მოძრაობა შეგიძლია ჩასვა open style-ში. ანუ უფრო მეტ კრეატივს მოითხოვს სეკვის დროს. სეკვის დროს უნდა იაზრო. open style გამიხო, კი, რაც გინდა ის უნდა იცეკვაო და რა მოძრაობებს გინდა ისინი უნდა შეყარო ერთმანეთში, მაგრამ საბოლოოდ რო შეხედავ, შენ თვითონ მიხვდები რა სტილი გამოგივა. კარგი, გადავიდეთ მე მგონი შემდეგ თამაშზე, ერთი იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თამაში გვაქვს მომზადებული შენთვის. მარტივია, ალბათ გითამაშია კიდეც ეს თამაში 30 წამში ვინ რამდენს ჩამოთვლეს. მაგრამ აუქციონის პონჩი ვთამაშობთ რა, ხო? პრინციპით. პონჩი. რატო? არა იყოს ხო, კი ხო, მოკლედ 5 თემა გვექნება, რომელიც ჩვენც არ ვიცით, ჩვენმა მეგობრებმა მოგვიმზადეს, წავიკითხოთ რიგრიგობით. პირველი თემა და შემდეგ წყვილები ვართ. ხო, წყვილებში ვიყოთ მე და თორნიკე ვიქნებით და გიგა და ანი. კაი, პირველი თემა წავიკითხოთ, ხო? 30 წამში ვინ უფრო მეტ ცნობილ ფრაზას იტყვის ქართული ფილმებიდან? წავაგეთ პირდაპირ. კაი, ერთს ვიტყვით. ხო, ქართული ფილმები. აი, ერთი იქნება უეჭველი. ორს ხო ვიტყვით ჩვენი? კაი, ორი თქოთ შენ და მე მომოტონ თვითონ. 3, 4, 5. ფრაზა. ხო. ფრაზა. 6 რავი მოვ. 7. დაუთმე რა 7. 7. არა. კაი, ჩამოთავო. ავაგებს დაუთმე და ვერ იტყვიან. კაი, 7 წამობ თუ 6 თქვათ. 6 თქვით. 7 ვთქვათ. ვერ იტყვი 7, ვერ იტყვი. ვიტყვით. იცი 7 ფილმი მაგდენი ეგრე კარგად რომ ფრაზები ყველა მითხრა. ქართული ფილმი ვიცი. კაი, მიდი 7 კაი, ან შენ ხო იცი? შენ დაიწყე და მე გავახსენე. ვერ გავიხსენე, თორე კი ვიცი. გავიხსენებთ, მაგრამ ჩამოვათვლებ. კაი, გავიხსენებთ, მაგრამ ჩამოვათვლევინოთ სტუმარია დღეს რა და წავიკითხა წიგში ეგარ მახსოვს რა კაი, ფრაზები. მიდი, ჩამოვთვლით. კაი. დაიწყე. ოკეი, 1, 2 და დავიწყე. ეს რათოფია ბიჭო, რათოფი. გივი ჩვენ ვართ, გივი. შენ თუ ამ ხანს დალევ. ეს რა ქვია, მე წავედი. ფულით გადაიხდი თუ ნატურით? ხო. პაროლი ვერტიკალური და თან ბრუნვადი. კიდე რა არის? ორი გინდა, ხო? შვიდყვი ესროლა ინგამ მუტალს შვიდივე აცილა. ეს რა ქვია? ვაი. არა, მაგას voice-over-ი ამბობს. ვაი დედა ვაი იქ რო არის. ხო, გამოვში. მისვალებული ადგა, მისვალებული. აი, ეგ არის. სოდნიათ ბიჭო. უბრალოდ ის voice-over-ი თქვა ერთი იქ მურტალოზე voice-over-ი რა ამბობს. კიდე მე 2. აბა დრო ნახეთ, დრო. 29. 29 და 82. მე მგონი 7 და 8 ჩამოვთვალეთ ჩემი. ბოლოს ვეღარ გაჩერებდით მე უკვე. ხო, მე ეგრე ვარ, მე რემონტის. აბა აი, მიდით, აბა. აი, შემდეგი. მოგჭირ ჩვენ წავიდეთ. 30 წამში ვინ უფრო მეტ ცეკვის ჟანრს ჩამოთვლის? ჟანრი თუ სახეობა. მიმდინარეობა. მიდი, რამდენი მიმდინარეობა და ჩაშლად შეიძლება? აი, მაგალითად, ახლა ნახე, არის არ თქვა ლათინური ცეკვები, მაგრამ ლათინო ამერიკულ ცეკვებში რამდენი მიმდინარეობაა კიდე? კი, შეიძლება. აი, 10 ვიტყვი მე. 10? ეგრევე აუწიე? 11. 15. ოკეი. ანუ ყოველ ორ წამში ერთი უწევთ. კი, 15 უნდა თქვა. აუ, ვერ მოვასწრებ. ხო და მაგაზია ხო, ანუ მუღამი ეგ არის. აი, 1, 2 დავიწყეთ. შალახო, აჭარული, დაისი, მთიულური. მთიულური, ხევსურული, კინტაური. მოიცა, ახლა დავიწყებ. დენსოლი, ჰაუსი, ფემინინ, ჯაზ ფანკი, ჰიპ-ჰოპი, ბრეიკ დანსი, ტანგო, ვალსი, იყო 15. ვაა. 13 წამი თუ 15 წამი. გავაგრძელებ. აი, 30 ამდე ჩამოთვალ, სამამიდი. ჩაჩაჩა, სამბა, ჯაივი, რუმბა, ფოქსტროტი, კვიკსტეპი, ლეზგინკა. ზაკაიხა. კვიკსტეპის მერე ზაკაიხა. რამდენია, ნელი ვალსი, ვენური ვალსი. სტრაფი ვალსიც ხო იქნება ნელი თუ? ქორწილში თრებიან ხოლმე და ბრალი ხალხი როცა. არა, ბევრი 29 ჩამოთვალეს თუ ლომის 30. წამში ერთ სამბობდა ბიჭო? ვაა. დააბევრია კიდე რა ვიცი. წამში ერთ სამბობდა. ხო, ნუ ეს არა, კი არ გამკვირვებია, მაგრამ ხო, უნდა იცოდეს ხო. ეს თემა ჩვენი. ეს თემა ჩვენი არის. თემაში არ გაგვიმართლა. You can do. დიგას გაუმართლა ეხა ანი იყო მოცეკვავე და რაღაცა ხო შეიძლება. ანუ ამ კითხვაზე მაგალითად მე და ანიც მოვიგებდით. მე და ანი? შენ და ანიც მოვიგებდით. ყველასა ანუ 29-ს ვიტყოდ. მე სად გავთვალე, აქ რო დავჭექი და გვერდით რო. უკვე თან 24 ეპიზოდია მანძი ხარ. კაი, შემდეგი თემა. 30 წამში ვინ უფრო მეტ კოსმეტიკურ საშუალებას ჩამოთვლის? აუ, რა სკუშვებია. 15.
15? ოღონდ 15 არსებობს თუ არა? კაი, მოდი 10 ვთქვა. 10 და აგვიხსენი. მე რა გიხსენთ მაშინ? 10? ჩამოთვალ 10. 11. 12. ბიჭო, ვერ იზავ 11-ს იზავ? მე არ ვიცი ხა მართლა. ლაინერი ხო არის კოსმეტიკური? ხო, რამდენი სიტყვი ლაინერს მე ერთი. ბლაში. კი. ხედავ პომადა. ანუ თუ გინდა როგორ თქვი, იცი? პომადა. ლაინერი, შმაინერი, ანუ მომადა, და ეგრეთ ჩამოთვლი. 12 ხო? კაი, თქვა 12 ვერ 13 ვერ ვიცი. ეგრევე წაგებულია, ნახე 5 თემაა სულ და ორი ქულა აიღეს და ეხლა ჩვენ თუ ვერ ავიღეთ. ხო ხდები რა. არის თან ისეთი კაი თემა რომ ვიცი რომ მოვიგებ, მაგრამ რომ დაგითმო, ვიცი რომ ვერ. მოდი რა ვქნათ იცი? მიჩვენე რომ მე. მოდი ახლა რა გავაკეთეთ იცი? მაგრამ რა შეიძლება ეხლა მოდი ეს ორი ვითამაშოთ და ბოლოს ის ვითამაშოთ, მაგრამ მაინც მოგვიგებენ რა აზრი აქვს. 3-2 დამთავრდება. ეს ორიც რომ მოვიგოთ. ხო, კაი. კაი, მოდი ჩამოთვალონ 12 რა, არა უშავს, წავაგოთ ნიკუშ. 30 ხო ვერ იტყვი? 30 წამში. აბავი. კაი, ჩამოთვალ. მე გავაგზელებ რამდენიც ვიცი და რამდენიც. კაი, ოკეი. მე დავიწყო. მაგრამ 12-ზე მე 12-ს თუ ვერ იტყვი, და წააგე. ეგრე შემიძლია ხო? ლაინერი, ოკეი. შმაინერი. ხო, არა, კაც მე. კაი, დავიწყეთ. ესე იგი, ტუჩის კონტური, საცხი, პომადა ან რამალი გავიდა 30 წამი. აი, ძალიან არ გაგიკვირდა და. კაი, ასე მოგებულია. კაი, მიდი. დავიწყებ. ტუჩის კონტური, თვალის ფანქარი, ტუში, ლაინერი, დასაფიქსებელი პუდრი, ფიქსატორი, ბლაში, კონსილერი, ტონალური, პრაიმერი, წარბის ფიქსატორი, პომადა, კონტური, გლოსი, რავი, პატარა საკერო არის ეს რაღაცა? სარკეა ხო ეს. 14 უკვე არის. კაი, არის, მოვიგეს ხო. ჰაილაიტერი, ბრონზერი, აუკიდებს რა. კონტუსტიკი, მილიონი რაღაცა. ბიჭო, მაგრა გამიკვირდა რომ აი გოგომ რო ცხრამეტი. პარკინგში როგორ ხათშორის უმეტესობა ვიცოდი მაკედან რა. უბრალოდ ის არ ვიცოდი პრაიმერი ხო? თუ პრაიმერი რა არის? პრაიმერი ტონალური შიგნიდან უნდა წაისვარე ფორები რაც გვაქვს მაგაში შევიდეს და სახე კონდეს ერთიანად მიხვდი? რომ ის შიგნით არ შევიდეს ეს ტონალური და რაღაცები არ დაგემართოს. და შენ მარტო პრაიმერი. ეხლა რაც ჩამოთვალე, მაგ ყველაფერს იყენებენ გოგოები კი არა და. ყველაფერი რაც ჩამოთვალე, ჭორფლის ქარ და ყველაფერი მისვია სახეზე. ხადაობ ჩემი, ანუ ძალიან რთულია. ანუ რა არის რთული, იცი? ყოველდღე უნდა ადგე, მე გადაო. და ჩვენ просто სახეს გავიგოთ და ჩვენ ბანკ და გამოდიხარ. აი? ზუსტად და რითიიბად არ გაინტერესებს რითი იშრეთ არ გაინტერესებს. არა, ეგ გიგიენას უბრალოდ ეს ისინი არ გვაქვს თორე ჩვენ. აი, სარეცხე საპნით სახე არ დაგიბანია? საპნით კი ბავშვობაში გამარჯობა, არ დაიბანო მე. მე არ დამიბანე. არა, 80%-იანი ძალიან კაი. ხონიკე რატო იბან სარეცხე საპნით სახეს? არა, ადრე ბავშვობაში. ბავშვობაში. სადა ისეთი ბავშვი ვიყავი. რა, ანუ არაფერი. ანუ ეს ქალებზეა ის რომ ჩვენ უდავიზრუნოთ, იმიტომ რომ ჩვენი სახისკანი და თქვენი სახისკანი ძალიან გასხვავდება ერთმანეთისგან. ხო, აი. რა ვქნათ, ესეთი გასაჭირში ვართ, რა ვქნათ, ესეთი კანი გვაქვს. ყველაფერი თქვენ მოგცათ, ღმერთმა რა ვქნათ. რა ვიცი. ლასუნდი პაუზა იყო. აი შემდეგ თემაზე გადავიდეთ. გადავიდეთ. 30 წამში ვინ უფრო მეტ ცხოველის პაროდიას კიდიანი. ანუ ვიცი, ანუ ვიღაც არის იცის რომ პაროდიას ეკვავს, ანის ეწოდინებოდა ეს და პაროდიებს აკეთებს. მეზარე. არ ხვდები ხო? კაი, მართლა რა ვქნათ იცი? ნახე, ცხოველს მეტყვი გავაკეთე, ცხოველს მეტყვი გააკეთე. ოკეი. იმიტომ რომ ყველანაირი ცხოველი არსებობს ეხლა რო. კაი, 5-ს გავაკეთებთ. მიდი, 6. კაი, 7. ანუ რამდენი რაღაც გავაკეთეთ? უფრო მეტ სიტყვიან, რომ უფრო მეტი გააკეთე. 6. 6. კი ბატონო. აი, გითხარი. აი, 6 გააკეთე, რა ორი რაუნდი მე მოგაკეთე. აх, ჩემი. აა, ჩვენ ვაგებთ მაინც ეხლა და. ხო და რატო უნდა ვიყებ? მე ვფიქრობ რომ ესე გააკეთეთ რა, ანუ 1 უთხრას ან გიგას მე გააკეთებ, მე გიგა უთხრას. კაი. ბევრად საინტერესო იქნება, ხვდები? კაი, ძაღლი. ვუ. გითხარი. კატა. მიაუ. ცხენი. ეს რა ქვია? ყურდღელი. ყურდღელი. ყურდღელს პაროდი როგორ უნდა გავაკეთე? ესე ხო შევახომე, ესე აკეთე. ლომი. ღორი. ღორი. რუტუ. ყოჩა. და ერთი დაგვრჩა. ქათამი. არა. ცხენია. ქათამი. არ ვერ მოკეთებ, არ შემიძლია. 6 იყო. კარჩი ის არის რა. 6-ია, ხო 6-ია. გავიდათ რომ გავიდათ. არა 6. ანუ გაგვირებ ესე შეინტერია რა, ანუ მაგის. არა, ბიჭო, რა პესეჟე ინტერი, ანუ ქათამი არ არის ეგ. ყიელი იყო. როგორ ქენი?
აი მაგაზე დილით თუ გამეგვიძოს არა, კარგად აკეთე, კარგი. იყლიყო არა ეგ შენ ადამიანი. დაზე იფიქრე, იცი? ეგ ინდაური იყო. ასე რომ გამოდის ეს მამალი და როგორ შევა? ივის. როგორ? წვრილი ხმი. აუ რა ხდება ვე ყიყლიყო, ბიჭო. მამაღლა, მიდი. როგორ შევა უნდა ჩაარტყა და მე რომ გავუშვა. მიდი ბიჭო, ყიყლიყო თქვი. არა რა ხდება როგორ შევა დამანე მე მითხარი აღარ. გააკეთე რომ გავიმეორე ქორეოგრაფი ხო რა გააკეთე გავიმეორე აუ ისეთი კაი ხუმრობა თქვა რომ. ჩემთან მე ხმარ. კაი, იყო რა ოკეი. 6 იყო რა. 30 წამში ვინ უფრო მეტ სიტყვას იტყვის უკუღმა? რა? მე შემიძლია ვთქვა 5. თქვით? ხო, ერთი რაღაც უმა ხო, გააკეთებინე, ანუ ყველაფერი ჩვენ გავაკეთე. აი, დანიშნეთ რომ. მიდი, დანიშნეთ. წავიდა ხე, ეხ, ეკინროთ, რა არის ეკინრო თორნიკე. ბიჭ, მარტივები ავიღოთ. ხე, ეხ, ცა, აც, ჭა, აჭ, ანინა. ანინა, ბუ, უბ. მორჩა 5. ო, ეგ არის. რაღაცა ხო შეიძლება გააკეთო. ამაგარი ნიჭი გაქვს. მეც აუ, ეგრევე ეხა უნდა დავიწყოთ. სახელმწიფო ეხა შევედი მუღამში და არა, კაია, ბიჭო, ეგ არის, რომ არა, მაგას რომ კაი. გიტოვოს თამაში ესე კაია, რომ დაგიტოვა, რომ კიდე გინდა. კაი, ეს თამაში როგორ მოგეწონა? ეს ძალიან კაი იყო, მაგრამ მეგათრიე მაბატია. რანაირად მათი ანუ ჩვენი გუნდი მევათრიე, კაი. მე ვიძახდი რომ აი ამდენი ვთქვა მე და მომყვევოდი ანუ აქ მე ვიყავი რა და მომყაებო სახელი რა იყო სხვადასხვა ეგ არის ჩვენ გუნდს ჩვენ გუნდს სახელი ერქვა ვინ მოიგორო ვიცოდეთ? რა? ერთი. არა, სამიდორო. ვინ მოუგოთ თოკონიკას რო ერქვას კაი იყლიყო იყლიყო ხო აუ მოუგოთ თოკონიკას. თქვენ ხართ თოკონიკა ანუ რაჭული ის არის, რაჭაში ხონიკას ამატებენ და თოკანიკა ვიყავით ჩვენ. კაი, ახლა ეს მხიარულობა კარგია. მოყვეს ყოველს რო ვიცინით, დადებითი ემოციები, პოზიტივი, ეხა რა მაგრამ ახლა კი ეხა რა რაღაცა ნაჯახებია თუ რაღაცა რო თქვი? ხო ნაჯახი კითხვები. ცეკვა, რომელსაც არასდროს იცეკვებ. აუ მიცეკვია. არ მიყვარს, მაგრამ მიცეკვია. რომელსაც არასდროს არ ვიცეკვებ. არასდროს არ ვიცეკვებ, ალბათ breakdance. იმიტომ რომ ხო რთულია რა ძალიან და მაგას თავისი მომზადება ჭირდება და ვერ ვიცეკვებ ფიზიკურად. ვერ დავწრილდები თავზე და ვერ გავაკეთებ, მიხვდი? ამიტომ ხო breakdance. გადავიდეთ ჩვენ გულს. გადავიდეთ. ეჭვიანობის გამო თუ დაგისტალკავს ვინმე. აჰა. ალბათ კი, როცა პატარა ვიყავი. იმიტომ რომ მგონია რომ მაგასაც ასაკი აქვს, ან ასაკი, ან ხასიათი. იმიტომ რომ მაგ ასაკიდან თინეიჯერობიდან როცა გამოდიხარ, მსგავს რაღაცებს აღარ აკეთებ, მაგრამ თუ ვაკეთებ, ეგ უკვე შენ პერსონაჟი ზის. შენ რო თუნდაც ქმარი ყავდეს და ძალიან იმდობოდი ამ ქმარს, თუ ეს შენ ხასიათში შედის, რომ ვიღაცა გასტალკო და ვიღაცაზე იეჭვიანო, რამდენადაც დასრული პიროვნება არ უნდა იყოს, მაინც გაკეთებ ამას. ამიტომ ეს ჩემში არ არის. არც არის პრობლემაა ეგ ადამიანის. ხო, მეც ვფიქრობ, რომ პრობლემაა. ფსიქოლოგიური. რატო უნდა იეჭვიანო? ზოგადად მე ვერ ხვდები, ანუ არ არის კარგი ეჭვიანობა, იმიტომ რომ ჩვენ ფსიქიკას ძალიან ანგრევს, ჩვენ თვით შეფასებას აგრევს კიდე ძალიან. იმიტომ რომ ვიღაც შენზე უკეთესი გონიო მაგ წამს და ეგრევე reflex გაცლევს ტვინი, რომ რა ხდება, სად ვარ. თავდაჯერებულობას გართმევს ეგრევე, რომ შენ და სხვა პარტნიორისგან ეგ თუ იგზნო, ეგრევე ჩაკსნის. კი, მე ოღონდ არ ვამბობ ხა რაღაცა ისეთ მინიმალური ეჭვიანობებზე რა, აი ძალიან. არა, ხო, მე რო გადადის, მე ხტი ხა. ეგ ოკეია. მაგრამ ხო, ამიტომ მგონია რომ კი ბავშვობაში აუცილებლად იქნებოდა მსგავსი რაღაც, გულთ აღარ მახსოვს. ეხლა მსგავს რაღაცას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ისეთი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, რომ მინდა რომ ჩემი თავი შევიღვარო, იმიტომ რომ აქამდე არ მიყვარდა ჩემი თავი, არ ვაფასებდი სათანადოდ და აი მაგ რაღაცების გადახარისხებაში ვარ, ახალი რაღაცების შემოტანაში ვარ და ჩემი თავის მეტად შეყვარებაში ვარ და ეს ყველაფერი მე რო გავაკეთო, იჭვიანობა ჩემში არ უნდა არსებობდეს. ამიტომ არც ვისა. ძალიან კარგი რომ ეგრე ფიქრობ შენც. კი ბატონო, შემდეგ. მე რაღაც ზარობას. ჯერ არ ჭირდება. არა, ხო და ეგეთი არის, რა ქვია. მე აზამოა. ეგეთი პასუხები გვინდა. არსებობს გოგო, რომლისაც გშურს.
გჭირდება ჩემი დახმარება. კი. არსებობს გოგო, რომელიც რეალურად არ არსებობს ჯერ. ეს არის ჩემი თავი. მიხდი ეს მომავალში. ეს არის ჩემი თავი მომავალში. რამდენი მე წლის როგორც შემდეგ? 10-15 მაქს. მოდი 20 თქვი უფრო ისე. არა, 20 უკვე ძალიან ბევრი, არა. აი 10-15 მაქს. იმიტომ რომ მე ის მაქვს რა, რაღაც კადრები მაქვს, არ ვიცი, ნიჭია თუ რა არის, არ ვიცი. რაღაც კადრები მაქვს, აი უცებ გაჩნდება ჩემ გონებაში და მე ქრება. და ეს კადრები ზუსტად იგივენაირი სურათით, იგივე ფერებში, იგივე გამოსახულებით მიტრიალდება ხოლმე. და მგონია რომ ჩემი მომავლის კადრებს ხედავ სულ რა. ხო, რაღაც ის მაქვს. ეგეთი შეგრძნება მაქვს, არ ვიცი რა. არანაირი ექსტრასენსული რაღაცები და მსგავსი რაღაცები არ არსებობს ჩემში. უბრალოდ მომავალში რა ხდება, იმას ხედავ ხოლმე რა. აი, ხანდახან მაქვს ეგ კადრები და ხედავ. მაგალითად ერთი კადრი მაქვს, არასდროს არ მავიწყდება. და აი, რამდენჯერ ეს მაგაც ვიხსენებ, სულ ერთი და იგივე ხდება, რომ ძალიან მოხუცი ვარ, მაქვს თეთრი თმა. ვარ ჩემ საოცნებო სახლში, რომელიც არის ხის სახლი, ტყეში, სიმშვიდეა და ძალიან სილამაზე. არის ზამთარი, არის ბუხარი, სადაც არის ცეცხლი ანთებული და გრძელ დიდ ხის მაგიდაზე ვზივარ მე, მიზიან ჩემი შვილიშვილები და ვკითხულობ ჩემ დღიურს. და სულ ეს კადრი მიტრიალებს თვალწინ და ვიცი რომ მოხდება. იმიტომ რომ სულ წერ და მინდა რომ წერო, იმიტომ რომ მე რომ ბებია გავდით, შეიძლება ძალიან დებილობად ავწერო აი რაღაცა სისულელე, მაგრამ ეგ მუღამი მაქვს რომ მე რო ბებია გავხდები, ჩემ შვილიშვილებს ეგ წავუკითხო რომ ნახე მე რა გიჟიბებო ვიყავი, თქვენ რო არ გახსოვთ, იმიტომ რომ ესეთი არ გახსოვართ და გახსოვართ ესეთი. ხო და ველოდი რო იქვე იტყო და იმასო იქვე ჩართული smart podcast, სადაც მე ვიყავი სტუმრად. რა ესაც შეჭრა. ეხა აი ამას ამოვჭრით, რამე ისეთ მელოდიას მივადებთ და ცამდენი და ახლა თვალები იქნება ამოსრემლიან და მეც მგონია რომ ძალიან ბევრი ნახვა იქნება. რამდენჯერაც მაგაზე ვფიქრობ, მეც ისე ვარ უცნაურად. ხო და რაღაც კადრები მაქვს კიდე ჩემ გონებაში და არ მინდა ხოლმე რომ ამერიოს ოცნებაში რა ეგ კადრები. და ხო იმანის მშურს აი ის კადრები რომ მაქვს დანახული რა სამომავლოდ ვიცი იქნება, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან კარგად არის და ძალიან მშვიდად არის და ძალიან ბედნიერია და აი ეხლა ხო ეგ პერიოდი მაქვს მე რომ ეგ ყველაფერი უნდა გადავახარისხო რომ მაგ ბედნიერებას მივაღწიო და ის ცოტა სტრესი უნდა გავიარო და აი ამ სტრესიდან იქ მივდივარ რა იმ ბედნიერებამდე, სადაც რა კადრებსაც მივხედავ. ძალიან კაი მიზანია ფაქტობრივად. ამიტომ ხო, უცებრად გავაგრძელოთ, რომ ადამიანებს ხო ამდენი ფიქრი შემოგდის და მე მაგალითად მედიტაცია არ ვიცი და ვიცი რომ მედიტაცია არის ძალიან მაგარი ეგეთი რაღაცებისთვის, რომ ეს overthink-ები და ეს ჩახლართული სიტუაცია მარტივად გაშალო და ის ფიქრი როგორ შემოდის გავიდეს და არ დაიტოვო და მაგაზე არ იფიქრო, ხო? ამიტომ ეგეთი რაღაცები რო არ მესმის და ვერ ვაკეთებ. ჩემთვის ყველაზე მარტივი გამოსავალი რა არის, აი 10 ფიქრი ერთად რომ აქვს, 10 საკითხი და ვერ პოვლობ პასუხს. იმიტომ კი არა რომ არ შემიძლია, ან რაღაც არ ვიცი და მაგიტომ ვერ პოვლობ. იმიტომ რომ ყველაფერი არის ერთმანეთში ახლართული და რასაკეთებ. ჩდები შენ თავთან. წერაც შველის, მაგრამ ჩემთვის ლაპარაკი. შენ რასაც გრძნობ და მაგ სიტყვების გამოყენებით, რომ გამოგაქ ეს ინფორმაცია შენი თავიდან და გესმის. ეგრევე იღებ შენ თვითონ პასუხებს რა. ხო. და ეგ უნდა გააკეთო. მე მაგალითად მაგ დროს საშვები ხოლმე, იცი, ფილმს შავთავ და მეძინება ეგრევე. მაგით პროგრამას ვერ მოაქვს. ხო, ეგ არის ყველაზე მაგრამ კაია, მეძინება ხოლმე. არა, ძალიან მებრძოლია გიგა, ძალიან მებრძოლია. ისაუბრო რა. პრობლემა რო აქ ეგრევე ფილმს უყურებ. თავიცი რა ვაჭარ. მიყვარს სიტუაციები და თავის დაღწევა. აუ, ფილმს ას ჩორტო, ეგრევე მეძინება ხო. easy, ხალხო, easy. არ უნდა ის. ნაკლები პრობლემა და ფილმი ჩარტეთ დაგეძინება. თან უეჭველი უნდა იწვეთ. ანუ ფეხსეროიდგა ჩაგეძინება და დაეცემინა. ძალიან ფილმს ვინ თავს ფეხზე პრობლემას მაინც რჩება ხო ვიცით. ხო, მე მოგვარდება. რაღაცა იქნება. რაღაცა იქ. ბარე მოაგვარე შენი ინფორმატივი. კაი, გავაგზავნოთ. კაი. მინუსი უფრო მეტი გაქვს თუ პლუსი? თვალში მინუსი. არა, ალბათ იგულისხმეს, რომ აი, ეგ ერთი მინუსია საკეთავთ და დავთვალოთ. როგორიც უდი იუმორი მაქვს, რომ არა, იუმორი, ჩემ გამოცხადებას ჯობდა. ჩემიაზე ჩემ გამოცხადებას ჯობდა. ჩემიაზე ჩემ გამოცხადებას ჯობდა. მინუსი. ანუ რატომ იმეორებ, ცი? პლუსი. რაღაცა არა, მითხრა, მე კაიო. მე გაჯობა. კაი. კაი, გავყვეთ აბა მოდი. მოდი ჯერ პლუსები. იმის მიუხედავად, რომ ბევრი მინუსი მაქვს, ოღონდ ისეთი მინუსი, რომლებიც
არ ჩანს, იმიტომ რომ ხალხისთვის არ არის ეს ყველაფერი მინუსი და არის ნორმა და ჩემთვის არის მინუსი, იმიტომ რომ მე ვარ ფსიქოპატი. პლუსი უფრო მეტი მაქვს. ხო, ეს გადაცემის ბოლოს უნდა გეთქვა, რომ ფსიქოპატი. ხო, ცოტა პირ ვარ. არ მართლა ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ იმდენად მეტს ვითხოვ ჩემი თავისგან და იმდენად მინდა რომ კარგისკენ, მგონი რომ მაგის პრობლემა მაქვს, რა სიკარგისკენ და იდეალურობისკენ რომ მივიწევ, მინდა რომ მივიდე და ხო ვერ მივალ, იმიტომ რომ არ არსებობს იდეალური არაფერი. მინდა რომ აქამდე მივიდე და აი მაგ მისვლაში უფრო მეტ მინუსად ამჩნევ შენ თავში და ეგ ძალიან ცუდია. მაგრამ ვერძი ხარ. არა გერჩები. აუ. კირჩხები რომელია? რომელიც ეს ხო სვან ხო ვიღაცები და ვერ გავარ. ინგლისი. ვიღაცები ხო ესე რო ვერძი ხარ. აი ეგერის არ ვიცი, აი ვაფშე არ ფიზაზე არ ვარ. ყველაზე უცნაური რა გაგიკეთებია ნახვების და გამომწერების მოსამართლებლად. ის არ გახსოვს? კაი, არ თქვა, ეგ არ უთხრა. რა გამიკეთებია? გამიზნულად თან ხო? აი ეგ არის საქმე, რომ გამიზნულად არ გამიკეთებია ისე, რამე დებილობა თუ გამიკეთებია ცხოვრებაში. მოდი ხა ჰაიპს დავიჭერ და გავაკეთებ რა. აი ხა ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ აი უეჭველი ვიცი, რომ ბევრი ნახავს და ხო, თან მithumetes უცნაური მიხვდი? ანუ აი შეიძლება მაგალითად რაღაც ეკვა აი, დავკვა, რასაც- ან კლასი ჩავატარო, კომერციულ მუსიკაზე, უბრალოდ ვიცი, რომ ეს ხალხს გაუსწორდება, მაგრამ უცნაური არ არის, კარგს ვაკეთებ. აი ნახე სისტემატიურად დებ რაღაც ვიდეოებს ერთი მიმართულებით რაღაცა და უცბად რაღაც აი მოდი ამას გადავიღებ, იმიტომ რომ უეჭველი ვიცი, რომ შეიძლება არ მომწონს, მაგრამ უეჭველი ვიცი, რომ ბევრი ნახვა ექნება. გამახსენდა TikTok ტრენდი რო გადავიღე, რომელსაც 6 მილიონი ნახვა აქვს. და რამდენიც გადავიღე, ყველა მილიონზე არის თითქმის რაღაც ესეთი ტრენდი არის, რომ ვითომ კლუბში ხარ და შეგაგდებენ წრეში და რაღაცა სასაცილო მოძრაობა იცექო რა, ანუ 6 მილიონი ნახვა მაგას რატო აქვს, გამდე არ ვიცი. და მაგის ვარიაციებს ვაკეთებდი ხოლმე, რომ აი ფრენჩში რაღაც კონკრეტული მახსოვს ეგ ტრენდი, კი, ნანახი მე მგონი შენის ნანახი. მაგას ვიტყვი, რომ აი უცნაურია და ვიცოდი რომ ნახავს და აგროვებ და მაგით დავაკეთებ. მეც მაგ ნანახი კი. ხო, ვისა 6 მილიონი რო აქვს, ანუ აქაც ბევრს აქვს ნანახი. როგორ მოგეწონა ნაჯახი კითხვები? ძალიან კარგი იყო, მაგრამ რამდენი ნაჯახი იყო, არ ვიცი. რაღაცა ისეთი უფრო მე გამოვიდა. დაგინდეთ რა. სიღრმისეული. დაგინდეთ. ხო. ჩვენმა გამომწერებ. მე ჩვენ ძალიან რა, ისე კითხვებს ველოდი, რომ არა, ჩვენ არ ადამიანი ვართ. თუ ვინც არ გევასება და არა, რაღაცა. ჩვენ არ ვაკეთებ ეგეთ აქაც რაღაცებს. არის ერთი კითხვა მოიცადე. აბა მიდი. ადამიანი თქვი, რომელიც არ გევასება. აი ასე წერია ზუსტად. ეგ ბოლო დამატ ბონუს კითხვა რო აქვს. ადამიანი თქვი, დამატება, რომელიც ბონუსი. არ გევასება. ერთი, ხო, რომელიც შენი რომელიც თან შენთან მეგობრობს კი ახლობლობს. და ძალიან არ გევასება, ან შენ წრეშია არ გევასება. რთული კითხვა, იცი. ეხლა რო თქვა, სხვა უნდა იწყინოს იმ ადამიანს შემზე თქვა, მე ის უნდა მოვიყვანოთ ჩვენ. ამის უნდა დავწერო ნახვები, მინდა ეხლა მე ეს. აი ეგრე წერია ზუსტად. იცი რა არის? რთულია ეს ადამიანს პირისპირ უთხრა რა, ეგ ყველაფერი. ხო. არა, აქ თქვი პირისპირ არ გამოვა. ხო, შეიძლება. გიგარე, თან შენ წრეშიც არის. კაი, არ ეწერა იქ კითხვა. აი, ხუმრა. არის ადამიანები, რომლებიც არ მევასებიან ცხოვრებაში, მაგრამ მე ყველაფერი ჩემი დაგამომდინარე არ მოხდა. იმიტომ მოხდა, რომ წითელი ხაზები გადაკვეთეს, რომლებიც ჩემთვის მიუღებელი იყო და იმის მიუხედავად, რომ თავისუფლად შემიძლია ჩემ თავზე ეგ ვთქვა, რომ ძალიან კეთილი ადამიანი ვარ, ძალიან მომთმენი და მიმტევებელიც, არაერთი ცდის შედეგად ადამიანის ბუნება თუ ვერ შევცვალე და უკეთესობისკენ არ შევცვალე, მივხვდი რომ ეგ არის და მორჩა რა და თუ ის შენ ისე ვაგრძელებ ჩემ გალანწყვას. მაშინ არ მევასებ. მაგიტო მე არავის არაფერს არ უპატიობ. ხო ძალიან კილერი. ანუ ხო ძალიან კილერი ის რა მე არა, ფეიქ ძალიან კაი. არა, კაი რა, აი, არა, შემიძლია მთელი ცხოვრება ვილაპარაკო სტრესებზე, არა, ხო და კარგია, ანუ არ მოგეწონა პოდკასტი, ანუ ხო კაია, ხო გავერთეთ თან. მაშინ როგორ ხდება ეგ არ ვიცი. არა, იდეალურად არა, ჩაჯექი. ჩვენი ყველა პოდკასტი არის ინდივიდუალური, იმიტომ რომ მორგებულია სტუმარზე. ძალიან კაი. ეს ახლა მოვიფიქრე სხვათა შორის. არა, კაი, კაი. გავერთეთ. არა, ნახევარი გავერთეთ, ნახევარი აი რაც ილაპარაკე, სხვაგან ასეთ თემებზე ხო არ გილაპარაკია. არა, ხო. აი ასე ჩაღრმავებულად და ასე შემდეგ და ეგ ჩვენთვისაც ძალიან კარგია რა. კითხვები იყო სხვათა შორის. თამაშები ხო კაი იყო? ძალიან, თამაშები. გამოცხადებები ხო კაი იყო? ძალიან.
ერთი წუთი უნდა მივცეთ ანის, სანამ დავასრულებთ ჩვენს გადაცემას, ჩვენს პოდკასტს, იმიტომ რომ ყველა სტუმარი ვინც მოდის ჩვენთან, ერთი წუთი ესე აქვს, რომ რაც უნდა ის თქვას ნებისმიერ თემაზე, ჩვენ არ ვერევით, ხმას არ ვიღებთ. რა თუ გინდა мотиваცია მიეცი ვინმე ადამიანებს, ვისაც ეკვა უნდათ, ან ვისაც არ უნდა. რავი, ნებისმიერი რამე. თუ გინდა დადექი და თქვი, რომ ერთი წუთი იძახე, რომ სმარტულები გამოიწერეთ, ეს შენ სმარტულები გამოიწერეთ. ხო. თუ გინდა, რაც გინდა ეს. თუ გინდა არ გამოიყენო მთლიანად ერთი წუთი და 30 წამი გამოიყენო რა. თუ გინდა შემდეგ სტუმარს დაუტოვე. და იმას 2 წუთი ექნება. ხო, ან 2 წუთი ექნება. ან შენება. რო ჩაერთო. ეხლა ვებზი ჩემ თავს და ჩემ ემოციებს, რომ არ ვიტირო. მოკლედ, არა ვერ ვიტყვი მეტირება, არ მინდა რომ ვიტირო. მიდი რა. გული ამიჩქარდა. ვერ ვამბობ. კარგი, თუ ვერ ამბობს, არ უნდა დავაძალოთ ადამიანს, თუ ვერ იტყვის. არ ჩინო რომ ხა პიპიტი. ვაჰ. კარგი, არ ვთქვა თუ ემოციურია ძალიან. არ ვთქვა, ხო? ოკეი. კაი, არ ვთქვა. მოკლედ ანის ერთი წუთი შემდეგ სტუმარს. კი ბატონო, დაემატება. დაემატება. ცრული მოვდის არ ჩინო. ვიცი რა, ძალიან კაი ხუმრობა იყო, ვიცი, მართლა ის კი. ხო არ გინდა. დასახოც. ვაფშე არ გამოგაცხადებდი ეგრე გეწყინაში. არ გიგავრაც. ვაფშე არ გამოვაცხადებდი ეგრე. გიგამ ძალიან ცუდად გამოაცხადა და მაგით. უიოჭველი გაუტყდა. ოღონდ ხახდო რატომ მომიცრები? განა რამე ისეთი თქოს პაპირები. უნდა მეთქო უბრალოდ ადამიანებზე, რომ ადმაი იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, რაღაცა თავისუფლება თუ რაღაცა, მაგრამ ჩემთვის იმდენად სენსიტიურია მსგავსი თემები, რომ სიტყვავებ გამჯერ. კაი, არა უშეს. არა უშეს. პირველად ვიტირე გადაცემაში. გილოცავ. კაი, უცებ, ეხლა ვიტყვი, დავიცალე. აღარ მაჭერს კისერში. თუ გინდა არ თქვა გამოვტოვოთ საერთოდ თუ როგორც რამე ისეთი კი არა, რომ მსგავს თემებზე საუბარი ჩემთვის რაღაცა ძალიან ემოციებთან არის დაკავშირებული და არ ვიცი რატომ. ადამიანებს ვეწყებდი იმას, რომ მიეცით თქვენ თავს მაქსიმალური გასაქარი, იმიტომ რომ ცხოვრება არის ძალიან პატარა და ძალიან სწრაფად გადის წლები. იმის და მიხედავთ რომ პატარა ვარ, არ ვარ ძალიან დიდი, მაინც როგორ მოვედი 23 წლამდე, არც მე არ ვიცი. ამიტომ მაქსიმალური გასაქანი მიეცით თქვენ ცხოვრებას და შემოიკრიბეთ გარშემო კარგი ადამიანები, რომლებიც თქვენგან ენერგიას კი არ წაიღებენ, პირიქით ენერგიით დაგმოგვტავენ, კომპლიმენტებს გეტყვიან, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი და არ უნდა იყოს ცალმხრივი. იმიტომ რომ ადამიანი როცა შენთვის დიდ რესურსს იმიტებს და ენერგიას, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ის ყველაფერი რა. თვითონ კი არ უნდა ითხოვდეს ამას, შენ უნდა გრძნობდე მაგას, რომ საჭიროა რომ შენც იგივე დაუბრუნო. იმიტომ რომ საფწუხაროდ სამყარო ისე არის მოწყობილი, რომ ცალმხრივად ვერაფერი ვეღარ ხდება. ვერაფერი საერთოდ. ეხანდახან ემოციების გაცვლაც კი ფული ღირს. ამიტომ აურა კაი ფრაზა. ამიტომ ხო, რაც მეტ სიკეთეს გააკეთებთ ცხოვრებაში, მეტ ადამიანს დააფასებთ და ბევრ ნეგატიურ საკითხს თქვენ ტვინში პოზიტიურ ჭრილში დაატრიალებთ, მით უფრო კარგი, ლაღი, მშვიდი და წარმატებული ცხოვრება გექნებათ და ხო, სიკეთეს კარგ ჭამას მას და ბევრ სიამოვნებას გისურვებთ ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ძალიან კარგი სიტყვა თქვა. ანი. სიტყვა წარმოსთო ჩვენ უფალმა თამადამ ეს სათქმელად ხახლა ვიტირე გჯერათ. რთულია ჩემთვის ყოველთვის. ხმა, მაგრამ დავიცალე. მადლობა ანი, ესეთი კულტურთელობისთვის. ბევრი ვიცინეთ, ბევრი რაღაც ესეთი კითხვები იყო, სერიოზულადაც ვისაუბრეთ. მე ისეთი რაღაც მაქვს ანისთვის სათქმელი, რომ უბრალოდ ნერვიულობ ხა კიდე არ იტიროს თქო. რა უნდა ვუთქო? ჩვენი სპონსორისგან. საჩუქარი. ხო, მოკლედ დორჰაუსისგან გვინდა რომ 20%-იანი ფასტაკლების ვაუჩერი გადმოგცეთ. და ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდეთ დორჰაუსში, შეიძლება ნებისმიერი ზომის ფორმის კარი 20%-იანი ფასტაკლი. რა კარგია, სახში თარემონტი მაქვს და უცებ. მართლა, მაშინ მართლა შეგვეხმიან ესე ვეუბნებით. არა, მართლა შეგვეხმიანე და აუცილებლად დაგეხმარება ჩვენი მეგობარი კომპანია. დღეს ჩვენი სტუმარი იყო ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმ პირობით მოვიდა ჩვენ.
იგივე სამო. თითებით იცეკვებდა და მე თითებით იცეკვებდა. და შენ მუსიკალურად გააფორმებდი? ანი ლოლაძე, ნახე? ოჩა. მიდი რაღაცას გავუნდა. ესე უნდა იცი. მომა ჯექსონს აკეთებს. მომა შეხვედრამდე მიჭეჭი ეს ხელსკენი. მომავალ შეხვედრამდე მე ჩავსვით ბაგაჟში. მადლობა მეგობრებო რომ გიყურეთ, დაგიბრუნდებით ახალი პოდკასტით ან ახალი smart game-ით, ან ჩვენი თამაშებით. შევხედოთ როგორ დაგვიჯდება რაღაცეები რა. მაგას დავაგვირდეთ რა. მადლობა და გამოიწვიეთ. მადლობა.